Okay. წუთით Подождите. So. მოკლედ ხარ ასველოდები მე ხვალისთვის, უფრო მე განვიხილავ short term analysis, მოკლედ scalp-ისთვის, რამე scalp trade-ები თუ იქნება. ხო, მოდი, აი ეს რაღაცაა, რომ ეხა მარკეტი რას გვანახებს. ეს არასწორი კითხვაა. მოდი ესე ვთქვათ, რომ რა გინდა რომ დაინახო შენ პირველ რიგში რა, იმიტომ რომ ბევრ რამეს განახებს მარკეტი ხა. თავარი რა გინდა დაინახო შენ. ახლა რა შევხედოთ ამ ადგილზე. რაღაც კაი ტრეიდები წინა კვირას პარასკევს შეგვიძლია გაგვიხსნა, მაგრამ მე არ გამიხსნე ტრეიდები, იმიტომ რომ საფხუშველები გვაჭირება ზოგადად, მაგრამ ეხა შევხედოთ როგორ იქნება. პირველ რიგში რა შევხედოთ ახლა ამ ადგილზე. მოდი დავიწყოთ ანალიზი. 4 საათიანზე გადავიდეთ. 4 საათიანზე რა შევხედოთ? 4 საათიანზე რაც მინდა რომ დავინახო, მაგალითად demand and supply ამ მომენტში არ გვაქვს. ნუ გვაქვს ეს ადგილი, ეს demand-ი, მაგრამ ეს ძალიან დიდი რისკია პირველ რიგში იმის გამო, რომ ნახეთ პირველი ზონიდან მეორე ზონამდე არის ძალიან დიდი რისკი. ნუ ეს ყველა ვარიანტში ამას არ გამოვიყენებ, ანუ 251 ტიკი არის ჩათვალეთ, რაც ძალიან ბევრია stop loss-ის. ახლა მე თუ შევალ trade-ში სიტყვაზე ამ ადგილიდან დაყენება stop loss მომიწევს ამ ადგილზე. ყველა ვარიანტში. თუმცა დიდი რისკი არის და ამ ადგილს როგორც პოტენციურ long-ის ეტაპად არ განვიხილავ რა. აქენ trade-ში არ შევდივდი მე მაგალითად. შეიძლება უკეთესი ზონა ქონდეს უფრო დაბალ time frame-ს. ამიტომ მოდი ვნახოთ ახლა ამ ადგილზე რა გვაქვს. თვით, sorry. პარასკევის range-ი. ნუ ეს არის ყველაზე მაღალი volume საათი trade-და პარასკევის მარკეტმა, ანუ ამ ადგილზე. ამას მე დავუბრუნდებით აუცილებლად. ნუ აქაც ესეთი არაფერი გვაქვს, გარდა ამ demand-ისა, რომელიც გვაქვს ეს არის 1 საათიანი, ხო? თუ გაინტერესებს რატო ნიშნავ ამ demand-ს და როგორ ნიშნავ და რაღაცა, დაწერეთ კითხვა ყველაფერს ახსნი, მაგრამ უბრალოდ ეხა პროგნოზს გავაკეთებ, უბრალოდ. მე თუ რამე კითხვა იქნება, მითხარი მე რა გავხსნი ხა ესე. ხო, ეხა გადავიდეთ მოდი 45 წუთიანზე და 45 წუთიანზე რა შევხედოთ? როგორ? ხო, თუ რაღაც არის ჩასწოდები. Okay. ხო. ნუ იდეაშიც მართლა არ არის ესეთი რამ რაც დამაინტერესებს ხვალისთვის. მართლა ვერ ხედავთ ეგეთ რამეს, ამიტომ უფრო პარაგვენი ვიوجه ხვალისთვის. ნახევარ საათიანზე ნახოთ ახლა რა ხდება. ნახევარ საათიანზეც ესეთი არაფერი არ არის. ნუ ერთი რაღაცა შემიძლია თქვა, ხო ეს იმბალანსი გქონდ რაც გვაქვს, ეს უნდა ამოივსოს. ეს ნახევარზე ამოივსო და ამას მე დავუბრუნდები, ახლა ვიაგეხს რატო უნდა ამოივსოს ეს იმბალანსი და რა არის ეს. თუ გადავიდეთ 15 წუთიანზე და 15 წუთიანზე ვხედავთ scalp setup-ს. ეხლა scalp setup-ი რა არის ჩემთვის? ნუ მაღალ time frame-ზე გავაკეთეთ ანალიზი. ანუ ეხლა ეს უფრო 1 საათიანზე ნახე 4 საათიანზე არაფერი არ იყო, რაც იდეაში მომეწონა, მაგრამ 15 წუთიანზე გვაქვს ეს demand-ი, საიდანაც პოტენციურად შეგვიძლია დავშოროთ და ეხლა აგიხსნით რატო. ეს არის 15 წუთიანი demand-ი. და მოდი ეხლა რისკი ვნახოთ. რისკი როგორია? პირველი ზონიდან მეორე ზონამდე რისკი არის 92 ტიკი. რაც ნორმალური არის, ანუ არ ძალიან დიდი რისკია და არ ძალიან პატარა რისკია, ანუ შეგვიძლია გავრისკოთ, მაგრამ აქედან თუ შევა trade-ში ამ ადგილიდან ნუ შეგიძლია შეხვიდე მეორე ზონიდან, ანუ 50%-დან. ან შეხვიდე პირველი ზონიდან, ანუ ამ ადგილიდან. დავარს დააყენო მეორე ზონაში, იმიტომ რომ ესეთი risk management-ი გვაქვს ჩვენ. დაახლოებით ვრისკო ხოლმე 50-დან 100 ტიკამდე stop loss, target-ს ვაყენებ ხოლმე 100-150 ტიკი. შეგიძლია 200-ს დააყენო, უფრო მეტიც. ნუ გააჩნია რის საშუალებას მოგცეს მარკეტი. ეხლა ვუყურეთ, მოდი გადავიდეთ 5 წუთიანზე. 5 წუთიანზე რა ვხედავთ? 5 წუთიანზე ვხედავთ ძალიან მაგარ რაღაცას, ეს არის split-ი. ანუ იმბალანსის გაყოფა, იმბალანსის და ბალანსის გაყოფა. ეხლა ვუყურეთ. ამ ადგილიდან, ახლობით ამ ადგილიდან, აი ამ ადგილამდე არის არაეფექტურობა მყიდველსა და გამყიდველს შორის. ამას ვხედავ ტექნიკური ანალიზიდან გამომდინარე. ვინმე სანამ რამეს იტყვის. ეხლა ვუყურეთ. იდეაში აქ გამყიდველი იყო შემოსული, იდეაში აქ არაეფექტურობა, ეს უნდა შეივსოს, მაგრამ თავარი კითხვა ესეთია, როგორ შეგვიძლია გამოვიყენოთ ეს split-ი იქნება თუ რაც უნდა იყოს, ჩვენ საკეთილყევთ, ხო? ნუ რამოდენიმე სცენარი შეიძლება განვითარდეს split-ზე. პირველ რიგში ფასმა ის გატეხოს, ნახევარზე ამოავსოს ეს იმბალანსი და მერე დაიშორტოს. ანუ ასე მერე დაიშორტოს. ან შეიძლება გატეხოს, თლიანად ამოავსოს და მერე დაიშორტოს, იმიტომ რომ როცა იმბალანსი ამოივსება და ზემოთ არაფერი არ ელოდება ფასს, დაწამოვა ქვემოთ უფრო საინტერესო და ღირებულ ადგილზე. ამიტომ ეს ორი რაღაცა. ეხლა უყურეთ, კიდე შეიძლება ფასი ამოვიდეს ამ split-ზე.
fake out-ი აღმოჩნდეს ამ მხარეს და მე დაიშოროს. ამისთვისაც მზად უნდა ვიყოთ, ხო? იმიტომ რომ ვერ გაიგებ ხა გარანტირებული მარკეტზე არაფერი არ არის, ამიტომ რამოდენიმე სცენარი უნდა გქონდეს გონებაში, რომ შეიძლება ასე მოხდეს და მე რომ მოხდება ეს ესეთ გაბნეულები არ ვიყოთ, ხო? ამიტომ ამ ადგილს დავაკვირდებოდი, აი ამ ადგილზე, იმიტომ რომ შეიძლება მარკეტის გახსნაზე უბრალოდ ფასმაის გატეხოს და მე დაიშორტოს, არ არის გამორიცხული, რომ ქვემოთაც რაღაც აი აქამდე არის არა ეფექტურობა, ყველაფერს აქცევს მარკეტი ყურადღებას, ქვემოთ ხა აქეთან მხარეს, ხო, მაგალითად ისეთი არაფერი არ არის, პატარა სკალპებისთვის შემდეგ შეგიძლიათ რაღაც პატარა სკალპოძრაობები დაიჭიროთ აქედან, იტყვას აქედან, აქამდე იქნება რამდენი? 230 ტიკი. ნორმალური არის მაინც. აქედან აქამდე მე ქვემოთაც ელოდება რაღაცა ეს სამოსავსებია, იმიტომ რომ უფრო ფიქრობ, რომ თუ ფასი წამოვქვემოთ, ხო, აი აქ გაჩერდება, იმიტომ რომ აქ უკვე იმბალანსი არის, ამის გამო არაფერი აღარ ელოდება ფასს. და აქედან უკვე რადგან იმბალანსს ამოვასწრებს, აქედან უკვე პოტენციალურად შეიძლება გაილონგოს. ამას დავაკვირდებოდი მე პირადად. ამას გავითვალისწინებ. ხო, ეს fake out-ები უკვე ახსენი, ხო? აქ რომ ამოფას შეიძლება წამოვიდეს ქვემოთ, ანუ რომ თავიდეს, და ხანი ტესტი გავუკეთოს ამ სპლიტს და მე დაილონგოს და ავიდეს პირველ ზონაზე. პირველ ზონაზე ფასი თუ ავა, ხო? რა თქმა უნდა, თუ აგრესიულად ავა პირველი ზონისკენ ფასი, ანუ პირველი ზონა არის 50%-ის ქვემოთ, ანუ აქ თქვა მოფასი, აქედან შეიძლება დაიშორტოს, ხო? თუ ეს აგრესიულად ამოვიდა ფასი ამ პირველი ზონისკენ, ხო, შეიძლება დატოვოს სპლიტი ქვემოთაც, ანუ სპლიტი გვაქვს ამ ადგილზეც. ეს სპლიტი არის ჩვენთვის. და ამის ქვემოთაც ნახეთ გეპი არის გამოტოვება, ეს არა ეფექტურობა, ეს უნდა ამოვისოს ყველა ვარიანტში. მარკეტი ამას ამოვასწრებს, ესეთი კითხვა არის, უბრალოდ როდის, ხო? პირველ რიგში მე როგორ ფიქრობ ხა? ფასი, რო გაიხსნება ხვალდელის მარკეტი ამოვა, ამ სპლიტს გატესტავს, შეიძლება ნახევარზე ამოვას, შეიძლება მთლიანად საერთოდ არ ამოვასოს, მეგრევე დაიშოროს, ეგეც უნდა გავითვალისწინოთ. ხო, ეგეთი რამე თუ მოხდება, ხო? და ფასი უბრალოდ გატეხავს სპლიტს. უკვე აქედან ენტრის აღარ ავიღებთ. ავიღებთ ენტრის უფრო ქვემოდან. ეში ამ სპლიტის ადგილიდან. ზუსტი. აქედან ავიღებთ ენტრის და სტოპ-ლოს დავაყენებთ ცოტა რაღაც 100x-ზე დაახლოებით ამ ადგილს. იმიტომ რომ თუ შეეხება მაინც პირველ ზონას, მაინც გასღებულები ვიყოთ. თუ ავიდა პირველი მეორე ზონისკენ, ანუ 50 და აქ თავიდა, აქ მაინც არგუმენტ რეიჩი ვიყოთ. ამიტომ ნორმალურია. მე რეენტრი შეიძლება გავაკეთოთ. ამიტომ ფასი როგორც კი ჩამოწდება ამ სპლიტს, აი პირველ სპლიტს ჩამოვქვემოთ, აქედან ტრეიდს ავიღებ და თუ იდეში ესეც გატეხა და არ გაუჭირდა ამის გატეხვა, აქედან ამას რო გატეხოს ფასი, აქ უკვე სპლიტს სტოპ-ლოს გადმოვიტანთ უკვე ენტრიზე და ტარგეტი შეგვიძლია გავზარდოთ, ან უკვე ნახევარი გამოვიტანოთ. ეგ თქვენზე იქნება დამოკიდებული. მე ესე გავაკეთებ უბრალოდ დაველოდებოდი რეაქციას, არაფერს არ წყვეტავ ხა აქედანვე. ცოტა ხანი რეაქციას დაველოდებოდი და მაგის შემდეგ გადავწყვეტავდი რამეს. ზემოთ ეხლა რა ელოდება ფასს. ხო, ეს კი ამ ზონაში უკვე ვიცით რა უნდა გავაკეთოთ, ხო? თუ კითხვები გაქვთ იმეს თქვით ეხავე, მე გადავალ უკვე ზემოთ რამე თუ გვაქვს და ეგენი განვიხილოთ რა. აი სიტყვაზე წინა მარკეტის ანალიზსაც გავაკეთებ. წინა კვირას რა მოხდა? ეგეთ შეგვიძლია გავაკეთოთ. ნახე, ეს არა ეფექტურობა იყო ეს სპლიტი და რა ხელაზე ამოვსვა და რა რეაქცია ქონა ამ ადგილზე. ხო, 15 წუთიანზე ამის შემიხედი ეს იმას გითხრათ, რამე თუ იყო. კი, ეს აქ supply არ არის, ანუ ის შეიძლება ზოგი იტყოს supply არ, მაგრამ ჩემთვის ეს supply არ არის, ამას ყურადღებას არ მივაქცევდი ყოველ შემთხვევაში. ცოტა Okay. და ეს გამომჩა იდეაში. ხო, ყურეთ. QQQ-ზე გოქს ესეთი რაღაც. ეს არის ჩვენი 15 წუთიანი დინამიკა. ანუ რაც იდეაში Nasdaq-ი არ ჩანს, შეიძლება გამოჩნდეს, შეიძლება კი არა გამოჩნდება QQQ-ზე. ამიტომ შეგიძლიათ დასახმარებლად გამოიყენოთ ხოლმე ეს წყვილი. აქ supply არის როგორც ეგან იყო Nasdaq-ზე. ამიტომ ეს დინამიკა არ იყო. ეს დინამიკა ფორმიდა ეხა როგორც ხედავთ, როგორც გაიხსნა მარკეტები ფორმირებული იქნება, ხო? ამიტომ აქედანაც შეგვიძლია სკალპები გავხსნათ, ეგრევე ფასი როგორც შეეხება, ეს დახურულია უკვე პირველ და მეორე სამთესაკ დიდი მნიშვნელობა დინამიკაზე, supply-ზე ასევე. ამიტომ არაფერს აღარ დაველოდებით, ფასი თუ ჩამოვა ამ დინამიკისკენ, რისკი როგორია? რისკი აქ არ იქნება ძალიან დიდი. ასე ვფიქრობ მე. ხო, დიდი რისკი არ არის მართლა. და როგორც კი ჩამოვა ფასი ამ დინამიკისკენ, აქედან შეგვიძლია ლონგები გავხსნათ, სტოპ-ლოს დავაყენოთ მესამე ზონაში, იმიტომ რომ გვაძლევს ეს დინამიკა ამის საშუალებას. ხო, ქვემოთ 5 წუთიანზე რა გვაქვს? 5 წუთიანზე არაფერი არ გვაქვს, ამიტომ დიდი ალბათობაა, რომ ფასი უფრო ზემოთ წავავიდრე ქვემოთ, იმიტომ რომ აქ როგორც აგიხსენეთ, რაღაცები ილოდება. და პატარა scalp trade თუ გინდათ რომ გახსნათ,
market open-ზე, ხო? ეს არის თქვენი შანსი, რომ აქედან ტრეიდი გახსნათ და დაათარგეთოთ ის სპლიტი იქნება თუ რაც იქნება, რაც ეღარ ნახსენთ. აი მაგალითად ეს supply და რომ მაინც ამის ზემოთ აღარ გვინდა long-ში ვიყოთ, იმიტომ რომ შეიძლება ფასი დაეცეს ხო ლოგიკურია. თუმცა შეიძლება ეს გამოიყენოთ ამის ტარგეტად და პატარა scalp trade-ი აქაც გახსნათ. იდეა აქაც რა, ну, გაითვალისწინოთ, რომ Nasdaq-ზე ესე იქნება. იდეა ამასთან დაკავშირებით რამე კითხვები თუ გაქვთ, რამე თუ გაინტერესებთ, თუ რამე ვერ გაიგეთ, მითხარით და მაგასაც აგიხსნით. ახლა გადავიდეთ უკვე Gold-ს გავაკეთებ, Gold-ს გავაკეთებ მე და მე ლევანის დავუთმობ უკვე live-ს ესე თქვა. Okay. Gold-ზე გადავიდეთ. Gold-ზე რა გვაქვს? ხო, აი Gold-ზე უფრო Gold-ზე როდის ვისკალპერე ბოლოს მართლა არ მახსოვს რა, უფრო swing trade-ებს ვხსნიდი ხოლმე. მაგრამ მაინც გავაკეთებ რაღაც ანალიზი, იმიტომ რომ ფიქრობ რომ უფრო Gold-ი უფრო კაი სავაჭროა ამ მომენტისთვის ვიდრე Nasdaq-ი. ხო, ეხლა რა გვაქვს ამ Gold-ზე. 20 საათიანზე გვაქვს ეს demand-ი, შემდეგ ხედავთ AUI-ს, რაც იქნება კარგი საშუალება რომ აქედან შორტები გავხსნათ demand-ისკენ, ამას დავუბრუნდები აუცილებლად. მე ეხლა გადავიდეთ უბრალოდ 1 საათიანზე. 1 საათიანზე რა გვაქვს? 1 საათიანზე უკეთეს demand-ს ხედავ. უკეთეს demand-ს ხედავ, ამიტომ მოდი ამას გადმოვიტან ამ ადგილზე. რომ დავიყვანოთ ჩვენი demand-ი, რაც იდეალურ დონეზე. რა იდეალური არ იქნება არასოდეს, მაგრამ უკეთესი შეიძლება იყოს. ხო, კიდევ ხედავ აი ამ demand-ს ამ ადგილზე, რაც როგორც ხედავთ, რეაქცია უკვე იქონია, ამიტომ ამასაც გავითვალისწინებდი, ეს არის 1 საათიანი demand-ი. მოდი მოვნიშნოთ, რომ მე არ აგვერიგოს რამეში. ეს 1 საათიანია. შემდეგ გვაქვს AUI ისევ. აქ AUI არ გვაქვს. ეხლა AUI რა არის, მაგას მე გეტყვით აუცილებლად. ეხლა უკვე გადავიდეთ, მოდი 45-იანზე ვნახოთ რა გველოდება აქ. ხო. ესეც კაი demand-ია სხვათა შორის, ამ ადგილზეც კიდე კაი ტრეიდი შეიძლება გაიხსნას. ამას demand-ს აქად მოვიტან და ამას დავაწერე, რომ ეს არის 45-იანზე. მაგრამ ამ AUI-ს აქ დავტოვებ. მოდი, ეხლა გეტყვით რა არის AUI. როგორც დაინახეთ, ხო 1 საათიანზე ქონა demand და ის ტანი მოვნიშნე, მაგრამ ფითილი არ მომინიშნია, ხო? ფითილი იმიტომ არ მოვნიშნე, რომ ეს არის აქ შეგვიძლია გამოვიყენოთ შორტებისთვის. ეხლა როგორ? ეხლა 1 საათიანზე რა შეგეხედათ აქ, ხო? აქედან აქამდე არის გამოტოვება, ტანი ქვემოთ არის, ხო? როგორც ხედავთ. ამიტომ მოდი გადავიდეთ 45-იანზე. და ვაფშე 45-იანზე დავუბრუნდეთ, მოიცა და მე გადავიდეთ 45-იანზე. ეხლა უყურეთ. როგორც სპლიტზე იყო წეგან, აქაც რამოდენიმე სცენარი შეიძლება განვითარდეს. კითხვა არის ესეთი all time high-ებზე რა სიტყვებია თვალწინებელი ხოაო. All time high-ზე? ხო. კი, უნდა აკვირდე რა თქმა უნდა. აი თუ ფასი price discovery-შია და ეხლა მოხსნა ეს all time high, მაშინ უბრალოდ ფსიქოლოგიური ლეველები შეიძლება გამოიყენო, იმიტომ რომ ზემოთ არაფერი არ ელოდება რა. ისე range-ში უნდა ივაჭრო, მაშინ ფასი რო დაბრუნდება, ისე დიაპაზონში ქვემოთ რა. თუ price discovery-შია, რავი Nasdaq-ს მაგ მომენტში არ ვაჭრობ ხოლმე. როცა all time high-ს აიღებს. შეიძლება დაშორტო all time high, მაგრამ უბრალოდ მე არ ვაჭრობ ხოლმე. როცა all time high-ს იღებს Nasdaq. იმედია გავიცი კითხვის პასუხი. ხო, ეხლა უყურეთ, როგორც სპლიტზე იყო რამოდენიმე სცენარი ვითარდება ამ AUI-ს. ეხლა უყურე. AUI, ანუ area of interest არის demand-ის ერთ-ერთი ნაწილი. ეხლა უყურეთ, თუ ფასი გატეხავს ამ AUI, შეიძლება ჩამოვიდეს demand-ისკენ, ხო? ამიტომ ეხლა უყურეთ, აქაც რამოდენიმე წუთი ან წამი ელოდებით რეაქციას. აი, სიტყვაზე ფასი ჩამოვიდა AUI-ზე, ხო? შეიძლება demand-ისკენ სულ არ წამოვიდეს და სულ არ შეიხოს იმ demand-ს. ეგეც უნდა გაითვალისწინოთ. შეიძლება ფასი შეიხოს AUI-ს და შემდეგ გაილონგოს და მე რამოდენიმე საათს ან დღის მერე ჩამოვიდეს ამ demand-ისკენ. ეგეც უნდა გაითვალისწინოთ. ან შეიხოს ესე. მინეს ზემოთ წავიდეს და წამოვიდეს ქვემოთის. პატარა rejection-ი ქონის, მაგრამ უბრალოდ მაგიტო ველოდებით რამოდენიმე წუთიან რეაქციას. რეაქცია იქნება ასეთი.
ეხლა უყურეთ სიტყვაზე ვარ 5 წუთიანზე, ხო? აი ფას შეიხო AY-ს, წამოვიდა ზემოთ და სამთელი დაიხურა AY-ს ზემოთ, ხო? აქედან უკვე ეს ჩემი კონფირმაცია. უფრო აგრესიული მოვაჭრე ვარ და უფრო ძალიან ბევრი კონფირმაციას აღარ ველოდები ხოლმე. ყოღმანი არ მიყვარს რა. აქედან ტრეიდს გავხსნი და stop loss დავაყენებ იმ ადგილზე, სადაც შეიხო ფასი AY-ს, ან დაახლოებით ამ ადგილზე, ხო? თუ ამას ჩამოწდება, მაინც დაიშორდება, ტრეიდში მაინც არ მინდა ვიყო. მაგრამ გავნისკავ უფრო ნაკლებს, იმიტომ რომ ეს უფრო რაღაც rejection trade-ია რა, ანუ აქედან თავარი main idea არ იყო აქ ჩემი ესა რა. თავარი idea იქნება ის, რომ ფასმა გატეხოს AY, retest-ი გააკეთოს და შემდეგ დაიშორტოს პირველი ზონისკენ. აი ეს უკვე ჩვენი თავარი idea რა. აქედან ფასი როგორც კი გააკეთებს retest-ს ამ AY-ს, აქედან დავშორტავთ და stop loss დავაყენებთ AY-ს ზემოთ, დაახლოებით 50 ტიკზე. სიტყვაზე ვთქვათ 50 ტიკი, 55. აი ეს. Target-ი კიდე იქნება ჩვენი პირველი ზონა. ეხლა უყურეთ, ანუ ძალიან კაი ტრეიდები გამოდის ხოლმე და ეგეც უნდა გაითვალისწინოთ, რომ თუ სიტყვაზე 5 წუთიან დინამდზე გაქვთ AY, მაგალითად აი ესეთი, აი აქ რო არის ეს დინამდი და ეს ხო AY არის უკვე ეს ზემოთ ფითილა. აქედან აქამდე რისკი არ გიღებთ რა, ანუ ეს რისკი იქნება რამდენი? 26 ტიკი. ანუ მაშინ უნდა დააყენო 5 ტიკიანი stop loss. ანუ არ გიღის რისკად მართლა რა. აქ კიდე სხვანაირად არის. აყენებ 55 ტიკიან stop loss და target-ს იღებ რაღაც 227 ტიკს. ფასი, როგორც კი მიარტყავს 100 ტიკს სიტყვაზე, ამ ადგილზე უკვე stop loss-ი გადმოგაქვს entry-ზე. თავს იზღვე უკვე რა, იმიტომ რომ თუ trade-ში ხარ, მოგება გააქვს უკვე ის რაც გარისკენ ამოიღე და იმას არ აფიქსირებ უკვე, ძალიან ცუდი, იმიტომ რომ უაზროდ გასცენტრები და მე რო გაგასტოპოს ძალიან ცუდი იქნება და წაგებაში წახვიდე პლუს კიდე რა. თუ არ გიღებს, რომ დააწყოთ თქვენი პროფიტები. ეგ არის ყველაზე მთავარი, რომ მოგებით გამოხვიდეთ ტრეიდიდან რა. ამიტომ ასე ვიზოთ AY-ზე, ხა რაც ახსენით, უბრალოდ ესე ვერ გეტყვით, რომ აი ესე მოხდება და რაღაცა, უბრალოდ რეაქციას ველოდებით. მე მივიღებთ გადაწყვეტილებას. და ერთ რამე დაიმახსოვრეთ, რომ რადგან demand-ის, supply-ის, split-ის, AY-ის თუ რაც იქნება და რაც არ უნდა იყოს, ნებისმიერ ამ ზონაში რო იყო, ეგ იმას არ ნიშნავს, რომ იქ აუცილებლად ხსნი longs ან ხსნი shorts. სიტუაცია შეხედავ, რეაქცია მოგეწონება, მოგცემთ კონფირმაციას და მე გახსნით trades. ეგ ლოგიკურია და ბევრი უნდა ხდებოდეთ, მაგრამ ბევრი მაგას ვერ ხდება ხოლმე რა. რადგან demand-ში ხარ რაღაცაში, არ ნიშნავს, რომ ყველა ვარიანტში ხსნი trades, ან longs, ან shorts, ელოდები რეაქციას. მოკლედ. ხო, იდეაში ეს ასე ვიზოთ ამ იმაზე თუ ჩამოვაფასი და ეხლა აქედანაც შეგვიძლია უკვე ანუ აქ ვერაფერს ვერ იტყვის ეს რა, ანუ ზემოთ არ მარც სპლიტი არის, ერთი რომ რამე დაინტერესებს ფასი და ზემოთ ავიდეს, ანუ აქ ბალანსია, აქ არ ამგონია ფასი რაღაც დიდი ალბათობით ამოვიდეს. რავი, 15 წუთიანზე რა გვაქვს? გვაქვს ეს supply. ნუ ხევთ რეაქცია მოგცა უკვე. ხო, აქედანაც ლოგიკური იქნება რომ დაიშორტოს, ანუ ფასი ავიდეს აქეთ და ისე წამოვიდეს ქვემოთ, აქ თუ ფასი ამოვა stop loss ისე 50%-ზე, target ისე 100 ტიქსი 150-ზე. დაახლოებით ეგრე. უფრო scalp trade-ები რა, ეხლა მე long term-ს ვერაფერს ვერ გეტყვით, იმიტომ რომ მე არ ვაჭრობ long term trade-ებს, რაღაც ერთ დღიანს ან ორ კვირიანს, მართლა ვერ გეტყვით რა. მე უბრალოდ როგორ ვიზავდი scalping-ის შემთხვევაში. scalp trade-ებს. ნახევარ საათიანზე გადავიდით მოდი. 25 წუთიანზე. და აქაც საინტერესო ჩემთვის ყოველ შემთხვევაში არაფერი არ არის. ხო. ეხლა რა ვსახოთ? ნუ რომელ წუთიანზეც არ უნდა იყოთ, ეხლა ვიყავით 1 საათიანზე, 45 წუთიანზე და 5 წუთიანზე, ხო? რომელ წუთიც არ უნდა ჩამოვიდეთ ფასი აქ, ხო? ყველა ვარიანტში მე entry მექნება 1 წუთიანზე. ან 3 წუთიანზე ის. მაგის ზემოთ entry-ს აღარ გავაკეთებ რა. 1 წუთიანზე მექნება entry, იმიტომ რომ უფრო დეტალებში დავინახავ ყველაფერს და უფრო გავაკონტროლებ ჩემ რაღაც პოზიციის მენეჯმენტი უფრო უკეთესი იქნება ჩემთვის, ამიტომ 1 წუთიანზე გავაკეთებ entry-ს და ხო ეს demand-ი როგორც მოვნიშნეთ, ხო? აქედან რა თქმა უნდა ლონგებს ველოდებით. ლონგები პირველი და მეორე ზონიდან. ასევე შეგიძლიათ გალონგოთ მეორე ზონიდანაც და აქედანაც, მაგრამ მესამე ზონაში უკვე 50%-ის ქვემოთ აქედან უკვე შორტები. როგორც ვთქვათ, აუცილებელი არ არის შორტები გახსნათ, მაგრამ აქედან უკვე განვიხილავთ შორტებს. ფასი რო ჩამოვა სიტყვაზე ამ ადგილზე, აქედან ლონგებს აღარ უყურებთ. თუ ფასი გატეხავს მესამე ზონას, ანუ გატეხავს ამ ადგილს და ქვემოთ საინტერესო რაღაც ელოდება ფასს, აი როგორც აი გვაქვს მაგალითად. და ხერა მხელა იმბალანსი ამოსავსები, აქაც, აი აქაც. თუმ უფრო სავარაუდოა რომ ფასი აქეთ დაიშორტება. მაგრამ რეაქციას ველოდებით აქედან რა. აქედან დაშორტავ, stop loss დავაყენებ სიტყვაზე მეორე ზონაში. ესე გახსენ trades. აი ამ ადგილზე გახსენ trades და აი აქამდე, ნუ კაი ტრეიდი გამოვა. მე ესე ვფიქრობ. ხო, ვიზოლ შეიძლება ბევრი ინფორმაცია იყო რა რაღაცნაირად.
მაგრამ თუ რამე კითხვა გააქვთ, რამე ვერ გაიგეთ, რამე გაინტერესებთ, მითხარით, იმიტომ რომ ეს ყველაფერი სიგნალი ერთ სტუდენტს ჩაუგდე სიგნალი იყო Nasdaq-ს. აი ეგ ტრეიდი თუ იპოვე, განახებს მაგას საოცრებად. ცოტა კომეცადე. აღარ მაქვს ახაზული. ეხლა ვეკითხებ თორე წუთი მეცადეთ. მაგას ხო, აი აქ იყო ეს სპლიტზე იყო ეს ტრეიდი. აი აქედან ეს სიგნალი ჩავაგდე. და ნახეთ რა გაიტრეიდი იყო პროსტა. პატარა სკალპი. ეს არის სპლიტი. ამის ქვემოთ არის იმბალანსი აქამდე. იდეაში აქედან აქამდე უკვე საკმარისი იქნებოდა სკალპ ტრეიდისთვის რა. და უთხარი რომ მეთქი თუ პასი ამას გატეხავს მეთქი ხო? დაელოდე fake outs. Fake out თუ მოხდა, ანუ ესე როგორც მოხდა და ზემოთ დაბრუნდა ფასი უკვე სპლიტის ზემოთ დაბრუნდება, მე რეხსნი უკვე longs რა. სიგნალი ჩავაგდე ყველაფერი აუხსნი რაღაცა და აი აქედან მოიღო entry. Entry ვერ აიღო. გამოტოვა იდეაში entry. მაგრამ პროსტა აქედან რომ აგეხსნა ტრეიდი, ეს სტოპ-ლოსი და ნახე რა მხოლოდ ტრეიდის დაჭერა შეგილვანო. რაღაცა პატარა ადგილიდან ანუ აქ ახალი ველოსიპედი არ გამოგვიგონებია. რაც ვიცოდით ის რაც ვისწავლეთ ლექციებზე, კურსზე, ყველაფერი იგივე იყო. უბრალოდ ვერ მოვასწრო ტრეიდი ვერ გახსნა რა. აქედან უკვე აზრი აღარ ქონა მე. მაგრამ აქ იმბალანსი იყო, fake out-ი მოხდა, აქ მე ზემოთ დაბრუნდა ფასი და აქედან entry, stop-loss-ი ამ ადგილზე და რა შვენე ტრეიდი იყო რა. ხო, ეს არის ჩემი მთავარი სტრატეგია. მე ვაჭრობ supply demand-ს და split-ებს. და ჩემი შედეგები, ანუ supply demand და split-ებით, სამ დღეში დავხურე top-step-ის account-ი. ყველაფერი იყო, ეს თქვა, ყველაფერს ხედავთ მოგეთ რა, Discord-ზე არ ვაგდებდი ხოლმე ხშირად, მაგრამ Instagram-ზე ყველა ტრეიდს ანან გავხსნიდი, ან რო გავხსნიდი მე დავხურავდი, მოგება იყო, წაგება იყო, ყველაფერს ვდებდი. დაახლოებით დამჭირდა 3 დღე, რამდენი გავაკეთე პირველ დღეს და რაღაცა, ნუ ეგენი აღარ მახსოვს, მაგრამ როგორ გავაკეთე რანაირად, ეგ ყველაფერი იყო Instagram-ზე. თუ იმის Instagram-ზე არ ყავართ, ამამატეთ რავი და რავი, თქვენ შეგიძლიათ რომ გამყოლოდით ერთ-ერთზე და დაგეკოპიებინეთ ჩემი ტრეიდები და გადალახავთ ფანდებს რა. ამიტომ ხო, სხვა არაფერს არ ვაჭრობ, როგორი შედეგები აქვს, შეგიძლიათ გატესტოთ, დააკვირდეთ ხვალ რა იქნება, იმიტომ რომ ბევრი სცენარი განვიხილე, ესე არ გითხარით რომ აი აქ ესე იზავს და მე ასე გააკეთებს. ყველა სცენარი განვიხილე სიტყვაზე, ეი რაღაც ერთ სანთელი როგორ დაიხურება, ნუ ყველაფერი განხილულია რა. ხო, დააკვირდით და როგორ იქნება რანაირად. ყველაფერი entry გაქვთ, საიდან უნდა შეხვიდეთ, რამდენს რისკავთ, როგორ რისკავთ, risk management-ის ვიდეოც მიდევს YouTube-ზე. ამიტომ ხო, დანარჩენი მესათქმელი აღარ მაქვს, კითხვები თუ გაქვთ, ხალხ ნახავ Discord-ზე და მე გადახეთ რა. კი ბატონო. ზუკა მე ვერ ვაზია